დავიწყოთ იმ განცხადებებით, რომელიც გაკეთდა იტალიის საკანონმდებლო ორგანოში. იტალიელი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ მზია ამაღლობელისთვის 2 წლიანი პატიმრობის მისჯას. ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ვინც გამოვიდა სიტყვით იტალიის სენატში, ეს იყო ანდრეა კაზუ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ქართული ოცნების რეპრესიულ პოლიტიკაზე და მთავრობას აღმასრულებელ რგოლს მოუწოდა, რომ იყოს ბევრად უფრო მკაფიო ქართული ოცნების მმართველობის შეფასებისას და გადადგას ქმედითი ნაბიჯები. ანდრეა კაზუ საუბრობს იმაზე, რომ რეალურად ახლა ქართული ოცნება ქვეყანაში განსხვავებული აზრის ჩახშობას ცდილობს და ცდილობს საერთოდ გააჩუმოს ის მოქალაქეები, ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ასეთ დროს კი მისი შეფასებით იტალია უნდა იყოს ბევრად უფრო მკაფიო მისი განცხადებებისას. როგორც მაყურებლისთვის არის ცნობილი, იტალიის სენატში ინიცირებული არის კანონპროექტი, რომელიც ქართული ოცნების ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სანქცირებას გულისხმობს. სწორედ ასეთი ფორმულირებით არის ეს კანონპროექტი. ახლა კი უკვე ჩვენ ვხედავთ ძალიან მკაფიო განცხადებებს იტალიელი პოლიტიკოსების, იტალიელი კანონმდებლების მხრიდან, მათ შორის რამდენიმე დღის წინ მარკო ლომბარდომანს იტალიელმა პოლიტიკოსმა ვრცლად ისაუბრა მზია ამაღლობელის პატიმრობაზე. საქართველოში 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მზია ამაღლობელს, ქართველ ჟურნალისტს და სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც დემოკრატიული წინააღმდეგობის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. ეს განაჩენი წარმოადგენს კიდევ ერთ პოლიტიკურ რეპრესიას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად იბრძვიან ფუნდამენტური უფლებებისთვის, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებებისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს არის განაჩენი, რომელიც მიზნად ისახავს დაშინებას, განსხვავებული აზრის ჩახშობას და იმ ახალგაზრდა თაობის გაჩუმებას, რომელსაც სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. იმ დროს, როცა ქართველი ხალხი ქუჩაში დემონსტრაციებით გამოხატავს საკუთარ პროტესტს, ქვეყნის ხელისუფლება პასუხობს მას დაკავებებით, რეპრესიებით და გამაფრთხილებელი ხასიათის სასამართლო განაჩენებით. ჩვენ არ შეგვიძლია მდუმარად ყოფნა. ჩვენ როგორც იტალიის პარლამენტის წარმომადგენლებს, როგორც დემოკრატიის წარმომადგენლებს, გვაქვს ვალდებულება ავიმაღლოთ ხმა. მოვითხოვოთ ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემა და ასევე მოვთხოვოთ იტალიის მთავრობას შეცვალოს კურსი და ნათლად განვაცხადოთ, რომ იტალიის რესპუბლიკა ყოველთვის გმობს მათ, ვინც თრგუნავს განსხვავებულ აზრს და აკნინებს დემოკრატიულ პრინციპებს. ჩვენ არასდროს არ უნდა მივატოვოთ ისინი, საქართველოში თუ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე, ვინც იბრძვის ჩვენი კონსტიტუციური და ევროპული ღირებულებების დასაცავად. მაშინვე, როდესაც მზია ამაღლობელის 2 წლიანი საპატიმრო განაჩენი გამოცხადდა, ეს სიგნალი იყო პირდაპირ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ რეალურად ქართული ოცნება არ აპირებს არაფრის შესრულებას და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებას და შესაბამისი არის ის გამოხმაურებები, რაც კეთდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ქშიშტოფ ბრეიზა და სერგეი ლაგოდინსკი, ევროპელი პოლიტიკოსები ტელევიზიის რედაქციას უგზავნიან წერილს, სადაც ისინი პირდაპირ საუბრობენ იმის შესახებ, რომ ევროპაში ბრიუსელში ეს იყო აღქმული პირდაპირ ევროპისთვის უარის თქმა და ყველა იმ მოთხოვნაზე, რაც აქვს ევროპის პოლიტიკურ გაერთიანებას, მათ შორის ქშიშტოფ ბრეიზა ჩვენ გვწერს, რომ თუ ქართულ ოცნებას გონია, რომ ქვეყნის რუსეთისკენ მიტრიალება მას ძვირად არ დაუჯდება, ძალიან ცდება და ევროკავშირი იმოქმედებს აუცილებლად. სერგეი ლაგოდინსკიც, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, ევროპელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი, გერმანელი პოლიტიკოსი, გვწერს, რომ ყველა შეთითხნილი ბრალდება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მოხსნილი და მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული საპატიმროდან. ყველა აღიქვამს მზიას პატიმრობას როგორც დამოუკიდებელ მედიაზე უპრეცედენტო შეტევას საქართველოში. ევროკავშირის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმაც გაავრცელა განცხადება ევროკავშირის სახელით, 27 სახელმწიფოს სახელით და ისიც დაუყოვნებლივ მოუწოდებს ქართულ ოცნებას, რომ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და შეწყვიტოს სასამართლოს პოლიტიკური ინსტრუმენტებისთვის გამოყენება. ევროკავშირი მკაცრად გმობს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სასამართლოს სისტემის ინსტრუმენტალიზაციის გამო. დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ მისი რეპრესიულ იარაღად გამოყენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება დევნის ან გაუმართლებელი შეზღუდვების შიშის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და მისი გაჩუმების სწორედ დემოკრატიის საფუძვლებს უთხრის ძირს. არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და ასევე უსამართლოდ დაკავებული პირები. უზრუნველყოს და დაიცვას სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპები და დემოკრატიული მმართველობის არსებითი საყრდენი.
პროტესტი დანაშაული არ არის და ჟურნალისტიკა საფრთხეს არ წარმოადგენს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი. მოხსნას ყველა შეთითხნილი ბრალდება და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ დაშინების კამპანია. ყველამ ვინც კანონის უზენაესობა სერიოზულად აღიქვამს. პრესა უნდა დაიცვას და არა დევნოს. მსოფლიო ყურადღებით აკვირდება. საქართველოს მომავალი ევროპაში სასწორზეა. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო გზავნილი მისცა. დაუბრუნდნენ ევროპული ღირებულებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გზას. სამწუხაროდ ამ მოწოდების მოსმენის ნაცვლად ქართული ოცნების მთავრობა აგზელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას. თავს ესხმის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თრგუნავს თავისუფალ მედიას და აპატიმრებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს. ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გასამართლება არ არის მხოლოდ ერთ ინდივიდზე თავდასხმა. ეს არის თავდასხმა საქართველოს დემოკრატიაზე, სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ პრესაზე. ეს სრულიად მიუღებელია და უპასუხოდ არ დარჩება. თუ ქართული ოცნების ხელმძღვანელობა და პირადად ბატონი ივანიშვილი თვლიან, რომ მათ შეუძლიათ საქართველოს რუსეთისკენ მიტრიალება და რომ ევროკავშირი უბრალოდ ამას შორიდან დააკვირდება, ისინი სერიოზულ შეცდომას უშვებენ. ქართველი ჟურნალისტისთვის მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი ორწლიანი პატიმრობის განაჩენი არაპროპორციულია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხრივ სერიოზულ პრობლემებს აჩენს. მიმეორებ ხელისუფლებისადმი ჩემს წინა მოწოდებას მისი გათავისუფლების შესახებ და მოვუწოდებ მათ უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტებმა შეძლონ თავისუფლად მუშაობა, ზედმეტი ჩარევის გარეშე, გამოხატვის თავისუფლების უფლების სრული პატივისცემით. ღია ომი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ უპასუხოდ არ დარჩება, ასეთი არის პირველი შეფასებები და გამოხმაურებები ევროკავშირიდან, ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან და არა მხოლოდ ევროკავშირიდან. ჩვენ უკვე ავისმენთ პირველ გზავნილებს ვაშინგტონიდანაც. ჯო უილსონი, მეგობარი აქტის ავტორი, ამერიკელი პოლიტიკოსი ავრცელებს განცხადებას და წერს, რომ ქართული ოცნების ანტიამერიკულმა რეჟიმმა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს უსამართლოდ მიუსაჯა 2 წლის ვადით პატიმრობა, რეჟიმის სიტყვის თავისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს გრძალავს, რათა წინ წაწიოს თავისი მიზანი ქვეყანა კომუნისტურ ჩინეთს მიყიდოს. მეგობარი აქტი დაუყოვნებლივ საჭიროა, ასეთი არის ჯო უილსონის მოწოდება მისი კოლეგა კანონმდებლების მიმართ.